დღეს კვირა, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდიამ წამსის Facebook გვერდზე თვალს ადევნეთ ჩვენს ბლიც ინტერვიუს. დღეს კი ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის ტიქაროსანი დავით გოროზია. მოგესალმები დავით. მოგესალმებით დემეტრე. ჩემთვის ძალზედ სასიამოვნოა ამ გადაცემაში სტუმრობა. დავით, რამდენი წლის ხარ? მე ვარ 14 წლის. ძალიან კარგი, დიდი ხანია რაც ტაძარში დადიხარ? დაახლოებით 6 წელი იქნება. იცი რა მაინტერესებს? რას ნიშნავს შენთვის ეკლესია? ჩემთვის ეკლესია არის სულის საყდარი, სადაც მარტოვდები და ვუახლოვდები უფალს. აი, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მეგობარი ყავს. და რას ნიშნავს შენთვის ყავდეს მეგობარი? მეგობარი არის, რომელსაც შენი კარგად ყოფნა უხარია, ხოლო ცუდად სწყინს. რამდენი წელია რაც ტიქაროსანი ხარ? ტიქაროსანი რაც ვარ არის 3 წელი. და ყველაზე მეტად როცა ვსახურობ, რისი გაკეთება გიყვარს? სახურებაში ვარ ჩართული და ასევე ძალიან მიყვარს საგალობლების მოსმენა. ვინ არის შენთვის მისაბაძე ადამიანი? ჩემთვის მისაბაძე ადამიანი არის მეუფე გერასიმე. და შენ ვინ გინდა რომ გამოხვიდე? მე მინდა გამოვიდე ექიმი. როგორ წარმოგიდგენია, რას ნიშნავს სიყვარული? სიყვარული ხომ ყველაფრის დასაბამია. უსიყვარულოდ მზეც კი არ სუფევს ცის კამარაზე. უფალი სიყვარულია. კი ბატონო, ყველაფრის თავი და თავი. სიყვარული პატივისცემის გარეშე არ გამოვა, ხოლო სადაც სიყვარულია, იქ ღმერთია. ყველაზე მეტად რა თვისება არ მოგწონს ადამიანში? არ მომწონს ტყუილი, ამპარტავნობა. და დადებით თვისებებს რომელს გამოარჩევდი? სიყვარული, თავაზიანო, თავმდაბლობა. კი ბატონო, თავმდაბლობის გარეშე ყველაფერი შეუძლებელი არის. რას უსურვებდი შენს მეგობრებს? აი, ყველაზე მეტად მაინტერესებს და ბოლოსკენ მინდა მე კიდე უსურვოთ ჩვენს მაყურებლებს. რას ეტყოდი მათ? ეს მაინტერესებს ყველაზე მეტად. ჩვენს მეგობრებს მინდა უსურვოთ უფლის სიყვარული, მათ გარშემო მყოფი ადამიანების სიყვარული, პატივისცემა და ტაძარში სიარული. კი ბატონო. აი იმის კითხვაც მინდოდა რომ აი ყავს დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი მეგობარი ყავს, მაგრამ აი ყველა დადის ტაძარში? ძალიან ბევრი არ დადის ჩემ მეგობრებიდან. კი ბატონო, მაგათ უთხრათ რომ აუცილებლად მოვიდნენ ტაძარში და იყვნენ შენს გვერდით. და ჩვენს მაყურებლებს რას ეტყოდი? აბა ის მაინტერესებს. პირველ რიგში ვეტყოდი რომ გამოიწერონ არხი, გადააზიარონ ეს ვიდეო და რაც შეიძლება მეტი კომენტარი დატოვონ ამ ვიდეოს ქვეშ. კი ბატონო. სულ ეს იყო ჩემო ძვირფასებო, ჩვენი სტუმარი იყო დავით გოროზია, ჩვენ მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. ყოველ კვირას გახსოვდეთ რომ დაიდება ბლიც ინტერვიუ ძალიან მნიშვნელოვან სტუმრებთან ერთად. აბა დროებით. დროებით. მადლობა დემეტრე. კარგად.